კაცობრიობა ბევრად დიდი ხნისაა, ვიდრე ეს ამა თუ იმ რელიგიურ მოძღვრებებსა თუ სამეცნიერო თეორიებშია მიჩნეული. ამაზე დღეს ბევრი თანხმდება და ნელ-ნელა ემზადებიან ამ დასკვნის რაციონალურ მსჯელობაში მისაღებად და მოსაქცევად. თუ გონიერი სიცოცხლე დედამიწაზე არახუმანოიდურის გარდა სხვაგვარიც იყო, მაშინ რა გამოდის? ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს იმის გარდა, რომ ეს ყველაფერი გავარკვიოთ. ნუ ვეცადოთ მაინც. ერთ-ერთი ვარაუდისა და გარკვეული ძველი, არც ისე ხელმისაწვდომი ცოდნის მიხედვით კი, ერთ-ერთი ყველაზე მაღალგანვითარებული ცივილიზაცია დედამიწაზე ჰუმანოიდური ტიპის რეპტილოიდური სახეობა იყო. რეპტილიელები ისეთი ფორმით, როგორცაც მათ ასახავენ, მხოლოდ მეოთხე განზომილებაში არსებობენ. ჩვენს დედამიწისეულ განზომილებაში ისინი იყენებენ ჩვეულებრივი ადამიანების სხეულებს რეინკარნაციისთვის. მათ ადამიანის დნმ-ის 12 შტოდან მხოლოდ 4 დატოვეს, რის შედეგადაც ადამიანებს დაუხშვეს თითქმის ყველა სულიერი უნარი და დააშორეს ისინი ჭეშმარიტ სულიერ შემოქმედს, თავიანთი სულის წყაროს. რეპტილიელებმა შესანიშნავად მოახერხეს ადამიანის გენეტიკური მოდიფიკაცია, რათა უფრო ადვილად მოეხდინათ ასეთ სხეულში რეინკარნირება და უფრო მარტივად ემართათ სხვა სულებიც, ვინც ადამიანის სხეულში რეინკარნირდებოდა. განსაკუთრებით კარგად შეძლეს თეთრი რასის თავის მოთხოვნილებისამებრ გადაკოდირება და ასევე ყველა სამეფო დინასტიის გენეტიკური კოდიც შესაბამისად დააპროგრამეს. რეპტილიელები იმ ფორმით, როგორც ისინი მეოთხე განზომილებაში არსებობენ, ფართო მასების წინაშე არ ჩნდებიან. ისინი ინკარნირდებიან ჩვეულებრივი ადამიანის სხეულში და ამგვარად ასრულებენ თავიანთ როლს დედამიწაზე. ასე რომ ბევრი ადამიანი, ვისაც შეიძლება იცნობდეთ, შინაგანად შესაძლებელია სწორედ რეპტილიური ცნობიერების სული იყოს და გარეგნულად ჩვეულებრივი ადამიანი. ძალიან ხმამაღალი და საინტერესო თეორია კონსპირაციული ელემენტებით. თუმცა რატომაც არა? ჩვენ ხომ ყველაფერი ისედაც არ ვიცით ჩვენი გარემომცველი სამყაროს და რეალობის შესახებ და მხოლოდ იმას ვჯერდებით, რაც გარშემო გვაქვს. სამყაროს და ასეთი საკითხების აღქმაში კი პირველ რიგში საკუთარ აზროვნებაში ნების დაშვებაა საჭირო. ხო და დავუშვათ. წარმოვიდგინოთ, რომ ეს სიმართლეა. თან იმ ფონზე, როდესაც ჩვენს ირგვლივ უამრავი უცნაურობა და ზოგჯერ არალოგიკური, არაადამიანური მოვლენები ხდება. დავუშვათ, რომ სიმართლეა. განვაგრძობ. რა ნიშნებით შეგვიძლია შევიცნოთ რეპტილიელები ჩვენ შორის? მათი უმთავრესი მახასიათებელი ემოციური გულგრილობა, სიყვარულის და ემპათიის უნარის არქონაა. რეპტილიურ რასას არ გააჩნია თანაგრძნობის უნარი, არიან საკმაოდ ამპარტავანი და ხშირად ზედმეტად თავის თავში დარწმუნებულნი. მათ შეიძლება სხვების მოსატყუებლად ითამაშონ კეთილი და მოსიყვარულე ადამიანის როლი, მაგრამ საქმეზე როდესაც მიდგება, ისინი აუცილებლად გამოამჟღავნებენ თავიანთ ნამდვილ სახეს.